ზუსტად 65 წლის წინ პრაღაში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე გადაწყდა, რომ 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო. ამ დღეს დასაბამი თავისუფლებისთვის მებრძოლი ჩეხი პატრიოტი სტუდენტების თავგანწირვამ დაუდო. 1939 წლის 28 ოქტომბერს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში სტუდენტებმა და მათმა პედაგოგებმა ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების წლისთავისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია გამართეს. ფაშისტებმა მაშინ მიტინგი დაარბიეს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი დახვრიტეს. 17 ნოემბერს დილით ადრე ნაცისტებმა სტუდენტთა საერთაშორისო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს. 1200-ზე მეტი ახალგაზრდა აიყვანეს და საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, მათგან 9 აქტივისტი კი დახვრიტეს. როგორც კი ეს მოძრაობა იწყება, მაშინ სამშობლოსთვის თავგანწირული სტუდენტები საქართველოსაც მრავლად ყავს. როგორც ცნობილია, აფხაზეთის ომში, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, აფხაზეთის უმაღლესი სასწავლებლების 60-მა სტუდენტმა ქვეყნის ერთიანობისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირა. ჩვენ გვინდა ეს დღე მიუძღვნათ, რა თქმა უნდა, სრულიად ყველა სტუდენტობას, ახალგაზრდობას მსოფლიოში, მაგრამ გავიხსენოთ ჩვენი ახალგაზრდობა, კერძოდ კი ის ახალგაზრდობა, ის სოხუმელი სტუდენტები, აფხაზეთელი სტუდენტები, რომლებიც შეეწირნენ ამ ომს. ეს ადამიანები ალბათ თვლიდნენ, რომ სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა. წელიწადში ერთხელ ვაკეთებთ. სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც დაიღუპნენ, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი უცნობია. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული სტუდენტი ახალგაზრდობა ყოველთვის ერის პოლიტიკური ცხოვრების ბარომეტრს წარმოადგენდა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლია ახალაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც აფხაზეთში ქართველ და აფხაზ სტუდენტებთან ერთად 1980-იან წლებში ჟურნალი ცხუმი დააფუძნა. 1987 წლის შემოდგომაზე დავაარსეთ ჟურნალი ცხუმი და ავაღორძინეთ ქალაქ სოხუმის ისტორიული სახელი ცხუმი, რომელიც საისტორიო წყაროებში არის მოხსენიებული. ცხუმის დამფუძნებლები თავიდან ვიყავით ძალიან ცოტანი, დაახლოებით 10-მდე სტუდენტი, მაგრამ შემდგომ იმდენად გაფართოვდა ამ ჟურნალის, ესე ვთქვათ, არეალი, რომ იგი მთელი ქალაქი მოიცვა. აქ იბეჭდებოდა ძირითადად სამეცნიერო ხასიათის სტატიები და ჩვენი დიდი ტკივილი ის იყო, რომ არ დაკარგულიყო ქართული ენა, ტკივილი ის იყო, რომ აღდგენილიყო ქართული სახელმწიფოებრიობა, ოღონდ რა თქმა უნდა აფხაზებთან ერთად. ამ პერიოდულმა გამოცემამ შემდგომში სტუდენტურ ახალგაზრდული მოძრაობის ხასიათი მიიღო. მაშინ ცხუმის მხოლოდ 4 ნომრის დაბეჭდვა მოხერხდა. 1989 წლის მარტში აფხაზი ნაციონალისტების მიერ ლიხის დეკლარაციით აფხაზეთის ცალკე საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების მოთხოვნაც პირველებმა სწორედ მათ გააპროტესტეს. ჩვენმა მოძრაობამ უფრო ფართო მასშტაბური ხასიათი მიიღო 1999 წლის 18 მარტის შემდგომ, რაც ესე ვთქვათ ლიხნის წერილის მოეწერა ხელი. ამან ესე ვთქვათ ააგორა სოხუმში საპროტესტო ტალღა და ამ საპროტესტო ტალღის ავანგარდში სტუდენტები ვიდექით. პირველი ჩვენ გავიფიცეთ ამასთან დაკავშირებით, პირველად კონკრეტულად ჩემი კურსი გაიფიცე და მე მთელი უნივერსიტეტი და ცხუმელები. ამიტომ ვამბობ, რომ ცხუმელად თვლიდა თავს ყველა ის სტუდენტი, ვინც ჩვენს გვერდით იდგა და ვისაც უნდა ქართულ-აფხაზური მეგობრობა ერთიან ქართულ სახელმწიფოში. აი ამ აფხაზმა სტუდენტებმა ამ დროს ჩვენ გვითხრეს, რომ ჩვენ არ გვინდა საქართველოს სახელმწიფოსთან ერთად დამოუკიდებლობა არ გვინდა, ჩვენ საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მომხრე ვართ და ამიტომ გავიდა. აი ამ დროს მოხდა 99 წლის 18 მარტის შემდგომ მოხდა მათი, ესე ვთქვათ, გასვლა ჩვენი რედკოლეგიდან. მანამდე ჩვენ ერთად ვიყავით. ამ დღეს ქართველი სტუდენტები ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ და გარდაცვლილი და ხსოვნას პატივს მიაგებენ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს მაგთი კლუბში დევნილ სტუდენტებს მადლობის წერილებს გადასცემენ, მათგან წარჩინებულებს კი ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვებენ. სტუდენტთა და მეცნიერთა ხელშეწყობა, საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. სტუდენტთა საერთაშორისო დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების ხელმძღვანელი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაზე, გაცვლითი სისტემის განვითარებასა და სახელმწიფო დაფინანსების სპეციფიკაზე ისაუბრეს. დიმიტრი შაშკინმა განსაკუთრებული ყურადღება უმაღლესი სასწავლებლებისთვის იურიდიული პირის ტიტულის მინიჭებაზე გაამახვილა. შეხვედრას ქართულ სტუდენტებთან ერთად უცხოელი ახალგაზრდებიც ესწრებოდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ
მომავალი წლიდან უკვე ამოქმედება რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი სტუდენტებისთვის და ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ მომავალ წლის ბიუჯეტში უკვე არის ჩადებული თანხა იმისათვის, რომ წამყვანი ჩვენი სტუდენტები, საუკეთესო სტუდენტები, ის სტუდენტები, რომლებიც მოხვდებიან ოცეულში, საუკეთესო უნივერსიტეტების, წავიდნენ საზღვარგარეთ, მიიღონ განათლება მაგისტრატურაში, მერე დაუბრუნდნენ ჩვენ ქვეყანას და მიიღონ ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობა. ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო დღეს სამინისტროში. მინისტრმა თვითონ გააცნო საზოგადოებას სიმსივნეების შესახებ, რომელიც მოსალოდნელი არის უმაღლესი განათლების სისტემაში, კერძოდ რიგი უნივერსიტეტების საიცვლის სტატუსს და საჯარო სამართლის იურიდიულ ტრანსპორტს, გარანტიის კერძო სამართლის იურიდიულ პირადობა გადაკეთება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ან კერძო უნივერსიტეტები, არამედ ნიშნავს იმას, რომ იწევს ხარისხი დამოუკიდებლობის, ავტონომიურობის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის როგორც სტუდენტისთვის, სტუდენტთა დასაქმების პროგრამა, რომელიც ზაფხულობით იქნება ნებისმიერი მსურველისთვის და ასევე, რა თქმა უნდა, მაგისტრატურის რაში გაგრძელების სურვილის მქონე სტუდენტებისთვის არის აღნიშნა, რომ არსებობს 20 ან ტოპ უნივერსიტეტი, სადაც მოხვედრის შემთხვევაში სტუდენტები დაფინანსებიან სრულად, რომელიც მოიცავს სწავლის გადასახადსაც და მგზავრობას და ცხოვრებას, რაც ძალიან საინტერესოა. ღირსეული მტრების ურთიერთმოწონების, დანდობის, მიტევებისა და დაფასების მაგალითები. საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ამირან არაბულმა მკითხველს ახალი წიგნი წარუდგინა. ვაჟკაცობისას ამბობენ ამ სათაურის კრებულის შედგენას მწერალმა 7 წელი მოანდომა. ქართველის მიერ მტრებთან ურთიერთობაში გამოჩენილი ტოლერანტობა და მოწინააღმდეგის დიდსულოვნება. კანონები, რომელსაც მორალი და ეთიკა ფლობს, ამირან არაბულმა ძირითადად მთის ხალხის მაგალითზე განიხილა. წიგნში ფაქტობრივ მასალასთან ერთად მხატვრული ლიტერატურაცაა განხილული. კრებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით დაიბეჭდა და ვაჟა ფშაველას დაბადებიდან 150 წლის თავს მიეძღვნა. ეს წიგნი ეხება ღირსეული მტრების ურთიერთობას. დღეს ჩვენ წარსულისგან დისტანცირებული მკითხველი შეიძლება ვერ ხედავდეთ დამაჯერებლობას იმისას, რაც აქ არის მოთხრობილი, მაგრამ ეს მაშინ, ვთქვათ, გასული საუკუნის 10-იან და 20-იან წლებში იყო ყოველდღიური ცხოვრების ნორმა და აქ უჩვეულო, დაუჯერებელი და წარმოუდგენელი არაფერი არ არის. ბატონი ამირან არაბულის შვენიერი წიგნი ვაჟკაცობისას ამბობენ, მრავალხრივ საყურადღებო გამოკვლევა არის. და ეს არ არის მხოლოდ გამოკვლევა, ეს არის ფაქტობრივად მწერლის მიერ შექმნილი საუკეთესო გამორჩეული ნიმუშები ამოკრებილი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ყოფა-ცხოვრებიდან, ფოლკლორიდან და შეჯერებული და ყველა იმ ღირსებითა და იმ ქართული სულით გადმოცემული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღესაც ჩვენი ქვეყნისათვის. ეს წიგნი იმიტომ უნდა წაიკითხოს თითოეულმა ქართველმა, განსაკუთრებით ახალგაზრდამ, რომ ამ წიგნით იგი ისწავლის თუ როგორ ესმოდათ ჩვენ წინაპრებს ვაჟკაცობა, რაინდობა და რა იყო ქართველი კაცის სულის არისტოკრატიზმი. აი ამ ყველაფერს დაინახავს ამ წიგნში ძალიან ცოცხლად და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. დღეს მსოფლიო ფილოსოფიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. შეკრებილმა პროფესორ-მასწავლებლებმა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების ტრანსფორმაციის პროცესის სირთულეებზე, ფილოსოფიური ტექსტის თარგმნის სპეციფიკასა და კვლევითი პროექტების შედეგებზე ისაუბრეს. ღონისძიებაში საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ფილოსოფიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია საქართველოში უკვე მესამედ ტარდება. სამეცნიერო შეხვედრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინიციატივითა და იუნესკოს მხარდაჭერით განხორციელდა. წლევანდელი კონფერენციის თემა გახლავთ სწავლა, სწავლება და კვლევა, რომელიც საქართველოში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმების ჭრილში ძალზე მნიშვნელოვანია. წლევანდელ კონფერენციას ჩვენი ინსტიტუტის საგანგებო ვთქვათ, წიგნით ხდება, ეს გახლავთ ალექსის დე ტოკვილის ძალზე ცნობილი კლასიკური ნაშრომი დემოკრატია ამერიკაში, რომელიც შედარებითი პოლიტიკის მცოდნეობის, სოციოლოგიისა და ფილოსოფიის კლასიკურ ნაშრომად არის მიჩნეული.
17 ნოემბერი დღენაკულთა საერთაშორისო დღეა. დროზე ადრე დაბადებულ ახალშობილთა ავადობას, მის შემდგომ გართულებებსა და ამ კუთხით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას მიუძღვნეს ნეონატოლოგებმა ჰოლიდეინში გამართული კონფერენცია. ეს დღე ოფიციალურად 2009 წელს ახალშობილზე ზრუნვის ევროპული ფონდის მიერ დაწესდა. ბოლო 25 წლის განმავლობაში ნაადრევი მშობიარობის რიცხვი 36%-ით გაიზარდა. მსოფლიოში 10 ახალშობილიდან 1 დღენაკული იბადება. 13 მილიონი დროზე ადრე დაბადებული ახალშობილი წელიწადში. ეს მსოფლიო სტატისტიკაა. მედიცინაში დღენაკულად ორსულობის 37 კვირის ვადამდე დაბადებული ჩვილი ითვლება. საერთოდ თვითონ პრობლემა დედათა და ბავშვთა დაცვა არის სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული და აქედან გამომდინარე სახელმწიფოს განვითარების დონეზე შესაძლებელია ლაპარაკი სწორედ იმ მდგომარეობით, რაც არის დედათა და ბავშვთა დაცვის საქმე. აქედან გამომდინარე კიდევ პრიორიტეტულად ითვლება ახალშობილები. და განსაკუთრებით კი დღენაკლული ახალშობილები, იმიტომ რომ მათი გამოსდა ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული და თუ მივიღებთ ხედელობაში იმას, რომ დღეისათვის უკვე 500 გრამიანი ახალშობილიც ითვლება ცოცხლად ჩობილად, ანუ 500 გრამზე მეტ, ეს პრობლემა უფრო ღრმავდება. საზოგადოებამ იცის დღენაკულობის პრობლემის შესახებ და ეს საზოგადოებამ დიდი ხანია იცის ბიოლოგიურად, მაგრამ მისი მიზეზების თავიდან მოშლილების თვალსაზრისით საზოგადოება მე ვფიქრობ, რომ ჩამორჩა იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც არის. ამიტომ დღევანდელი დღის მნიშვნელობა ძალიან დიდია, იგი მოუწოდებს ექიმთა საზოგადოებას, ასოციაციას, რომ გააქტიურონ საზოგადოებასთან მუშაობა. ადამ მიცკევიჩის პანთადეოზის წაკითხვა უკვე ქართულ ენაზეც შეიძლება. წიგნი, რომელიც ჯერ კიდევ 1955 წელს ქართველი ემიგრანტის მიერ ითარგმნა, მხოლოდ ახლაღა გამოიცა. ვიტალი უგრეხელიძემ, რომელიც პოლონეთში 1922 წელს ქართველი იუნკერებთან ერთად ჩავიდა, შემდეგ კი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა, თავისი თარგმანი ლონდონის პოლონეთის ბიბლიოთეკას გადასცა. წიგნი ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრმა და ოსოლინსკების სახელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა გამოსცა. დღეს ჩვენ ქართულ პუბლიკას წარვუდგენთ ძალიან მნიშვნელოვან ნაწარმოებს, ჩვენს ეროვნულ ეპოპეას, პანდადეოს. ძალიან კარგი და თბილი ისტორია არსებობს იმის, თუ როგორ ითარგმნა იგი ქართულად და როგორ მოაღწია დღემდე. წიგნის რედაქტორი დავით ყოლბაიაა, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს ქართულ-პოლონური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წიგნი გამოიცა ქართულად, აქამდე ჩვენთან არსებობდა მარტო რუსული თარგმანი და ეს მიცკევიჩის ეპიკური პოემა, რომელიც არის ძალიან მე წაკითხული მაქვს რუსულ ვარიანტში, ძალიან შტამპეშტავი, სასიამოვნო რომ ქართულ ენაზე მოხდა მისი გამოშვება, ამიტომ ყველას ულოცავ. კონფლიქტების ისტორია, ავტონომიური რეგიონების სტატუსები და იურიდიული დოკუმენტები. ამ და სხვა საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მიღება დღეიდან დაინტერესებულ პირებს განახლებულ ვებგვერდზე შეეძლებათ. 3WRRCG ქართულ, ინგლისურ და რუსულენოვანი პორტალია, რომელიც 800-მდე ახალ დოკუმენტს მოიცავს. ვებგვერდის მომხმარებლებს საიტზე ავტონომიური რეგიონების შესახებ სხვადასხვა მასალების, ფოტოსურათებისა და კრებულების ხილვა შეეძლებათ. განახლებული პორტალის ჩვენებას ლოკალური ვერსიის კომპაქტ დისკის პრეზენტაციაც დაერთო. სამენოვანი ვებგვერდი 2005 წელს რეგიონალიზმის კვლევის ცენტრის ორგანიზებით შეიქმნა. მოგეხსენებათ, კონფლიქტი ცარიელ ადგილზე არ წარმოიქმნება, კონფლიქტს აქვს თავისი ისტორია და ამის გამო ჩვენ გადავწყვეტეთ კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა ძირითადი დოკუმენტები, რომელიც სხვადასხვა სამართლებრივ სივრცეში არის მიღებული, 1917 წლიდან გაგვეთავსებინა ჩვენს საიტზე. დოკუმენტები 2011 წლამდეა ძირითადად განთავსებული. ეს გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტების მშვიდობიანი გზის დარეგულირებასთან დაკავშირებული დოკუმენტები. 4000-მდე დოკუმენტი არის თავმოყრილი. ინტერნეტის მომხმარებელს შეუძლიათ ინტერნეტში ისარგებლოს და ასევე გამოცემული გვაქვს 7 ბეჭდური ხასიათის წიგნი, რომელიც ასევე ვებგვერდზე დევს მისი ელექტრონული ვერსიის სახით და გვინდა რომ თელმა საზოგადოებამ მიცოდეს, საიდან დაიწყო კონფლიქტები და სად გავჩერდით. ეს დღევანდელმა საზოგადოებამ და მომავალმა საზოგადოებამაც ეს მასალები უნდა გამოიყენოს.
საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მეოთხე რეგიონალურ კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიებაში 30-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება წლის განმავლობაში შემუშავებულ ინოვაციურ IT პროექტებსა და აღნიშნული მიმართულებით მიღწეულ წარმატებებს დაეთმობა. ღონისძიება 3 დღეს გაგრძელდება და ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. კიბერუსაფრთხოებასა და IT ტექნოლოგიებზე 15 სხვადასხვა ნომინაციაში საჯარო და კერძო სექტორიდან 50 პროექტია წარდგენილი. საქართველოში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. თითქმის არ დარჩა საჯარო სექტორში რომელიმე უწყება, რომელიც არ თავაზობს თავის მოხმარებელს ელექტრონულ სერვისებს და იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეს სისტემა, იყოს სტაბილური და კიდევ უფრო განავითაროთ გრადად საომოლოდ, ამას სჭირდება სწორედ ასეთ კონფერენციებზე გავეცნოთ სიახლეებს, გავეცნოთ ახალ სტანდარტებს და მუდმივად ვიყოთ ფერხულში ჩაბმული. Союз компаний информационных технологий. ჩვენი კომპანია ტრადიციულად თანამშრომლობს ქართულ კოლეგებთან. უკვე მეოთხედ ვიღებთ მონაწილეობას ამ კონფერენციაში. ეს ღონისძიება რეგიონალურ მასშტაბებს უკვე გაცდა. ყოველწლიურად როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია ერთვება მასში. მე წარმოვადგენ სომხურ კომპანიას, რომელიც თანამედროვე IT ტექნოლოგიებით არის დაინტერესებული. ყველა სიახლე ამ მხრივ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.